ეთერში ვართ. დღეს დილას დედაქალაქის მაცხოვრებლები არნახული მასშტაბის კვლევების მოწმეები გახდნენ. როგორც მოწმეები ამბობენ, ეს დღესდღეობით 5 საათზე დაიწყო და აქამდე გრძელდება. პირდაპირ ეთერში გვერდება სალომე ბარკერი, რომელიც შემთხვევის ადგილზეა და დეტალურად მოგვიყვება თუ რა კვლევებას აქვს ადგილი. სალომე, მოგესალმები. შენ უკვე დილიდან ადგილზე ხარ და თუ შეიძლება გვითხრი რა სიტუაციაა? მოგესალმები, საქმე ისაა, რომ მართლაც ძალიან დიდი კვლევა ხდება, სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ადგილზე მობილიზებულია კვლევებასთან ბრძოლის დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი და ისინი მუხტ-ჩაუხრელად მუშაობენ, რომ აღმოიფხვრას ეს კვლევა, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ გვაქვს. სალომე, თუ არის ცნობილი, დაშავდა თუ არა ვინმე ამ კვლევების შედეგად და საერთოდ რას ამბობენ თვითმკვლელები? როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ კვლევების შედეგად დაშავდნენ ადამიანები და თუ ეს დროზე არ ლოკალიზდა, მთელი არის საფრთხის ქვეშ დგას. რას ამბობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი? მერიაში აცხადებენ, რომ მსგავს კვლევას აქამდე შეხვედრიათ და საქმე ბოლომდე მიუყვანეთ, ასე რომ სანერვიულო არაფერია. ჩვენ ასევე ჩავწერეთ რამდენიმე ექსპერტი კვლევების საკითხებში და ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მათი აზრი. ამ კვლევაში დამნაშავე პირველ რიგში არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება და ამის შემდეგ ოპოზიცია, რადგან როდესაც ქვეყნის სათავეში ხარ მოსული და პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მსგავსი კვლევების მენეჯმენტი უნდა შეძლო, ხო? ეს მარაზმი არის ამ ვესტერნიზაციის, ევროპეიზაციის შედეგი, ხო? რა საქართველოში რა ნაკლები კვლევა გვაქვს, რომ დაგჭირდეს დასავლეთიდან შემოტანა. ექსპერტების ამ განცხადებას ცხადია არ ეთანხმებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ქართველ ექსპერტებს ამ საკითხში არაფერი გაეგებათ. რასაც თავის მხრივ არ ეთანხმებიან ქართველი ექსპერტები და ამბობენ, რომ კვლევების მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ. სალომე, რა მასშტაბის კვლევებასთან გვაქვს საქმე? როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა და აქამდე მსგავსი არ მოხდა ამიერკავკასიაში. ეს იმაზე უფრო დიდი კვლევა ვიდრე 92-93 წლის თბილისის კვლევები და თვით ლეგენდარული ხრესილის კვლევებაც კი ვერ მოვა ამ მასშტაბებამდე. ვითარება საკმაოდ რთულია და თუ დროზე არ მოხდა, მისი ლოკალიზება შესაძლებელია ერის საფრთხის ქვეშ დადგეს. დიდი მადლობა სალომე. ეთერში იყო ჩვენი კორესპონდენტი სალომე ბარკერი, რომელიც კვლევების ადგილიდან გვერდებოდა. რეკლამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ახალ გამჭვირვალე კვლევას ხსნის.